ვითარება რაღაცნაირად ისე აეწყო, რომ რეგიონში მიმდინარე დაძაბულობა ისევ ზუსტად იმ კონტურის ფარგლებშიც მიმდინარეობს, რომელიც ჩვენს პირველივე ვიდეოში მოიხაზა. მარტის დასაწყისში მსოფლიო მედია სირიაში მოწყობილი მორგი სასაკლაო სამსახურმა კადრებმა მოიცვა. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მრავალნაირი თეორია გამოითქვა, თუ რა შეიძლებოდა ეს ყოველივე გამოეწვია. მაგრამ ჩემი აზრით, მიზეზი გაცილებით უფრო პროზაული და ცინიკურია. 6 მარტს პროასადისტი მეომრები სირიის ჩრდილო-დასავლეთ გუბერნია ლათაკიაში თავს დაესხნენ ადგილზე განლაგებულ სამთავრობო შენაერთებს და დახოცეს ახალი მთავრობის უსაფრთხოების ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს 16 წევრი. სხვადასხვა წყაროებით უშუალოდ პირველი შეტაკებები დაფიქსირდა სოფელ ჯაბლეში, საერთაშორისო მაგისტრალ M1-ის მიდამოებში, ლათაკიისა და ტარტუსის გუბერნიების ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად. ასევე ცეცხლის ქვეშ მოყვნენ დაჭრილების დასახმარებლად მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადები. თავდასხმები ხორციელდებოდა ამეგრეთ წოდებული უსაფრთხოების ძალების საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე. გარდა ამისა, ბრძოლები გაიმართა ჰაფეზ ალ-ასადის მშობლიურ ქალაქ ქარდაჰაში განთავსებული საზღვაო კოლეჯის სიახლოვეს. შეტაკებების დაწყებას იმავე რეგიონებში საპროტესტო აქციებიც მოჰყვა. რასაც სამთავრობო ბოევიკებმა სროლით უპასუხეს. პირველ დარტყმებს თან დაერთო ჯგუფის სახელწოდებით სირიის გამათავისუფლებელი სამხედრო საბჭო მანიფესტი. ო სირიელი ხალხის ღირსეულო შვილებო, ჩვენო მამაცო მეომარნო, ვინც რახანია ბრაზს ყლაპავთ. სირიის ეროვნული შეიარაღებული ძალების მეთაურები გიცხადებთ სირიის გამათავისუფლებელი სამხედრო საბჭოს ფორმირებას. საბჭო წარმოადგენს სირიელი ხალხის ნებასა და მისწრაფებას შეასრულოს შემდეგი მიზნები. სირიის მიწის სრული განთავისუფლება საოკუპაციო და ტერორისტული ძალებისგან. არსებული რეჟიმის დემონტაჟი და დაშლა მისი მჩაგვრელი სექტანტური აპარატისა. სირიელი მოქალაქეების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა. სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენა ეროვნულ და დემოკრატიულ საწყისებზე. პირობების მომზადება დევნილებისა და გადაადგილებული პირების თავიანთ სახლებში დაბრუნებისათვის. დაფუძნება ერთიანი სუვერენული სირიული სახელმწიფოსი, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, გარანტირებს სამართლიანობასა და თანასწორობას ყველასთვის. ჩვენ ასევე მოუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარი დაუჭიროს სირიელი ხალხის ნებას განთავისუფლდეს ბნელი გზით თავსმოხვეული უსამართლობისა და ტირანიისაგან და გვერდით დაგვიდგეს ჩვენი ღირსეული მიზნების მისაღწევად. წამს, რომ გამარჯვება ჩვენია და რომ სირია დაბრუნდება თავისუფალი და ამაყი, უსაფრთხოებით, სტაბილურობითა და აღორძინებით მოსარგებლე. ღმერთო დაიფარეს სირია და მისი ხალხი. ამის შემდეგ ქვეყნის ახალ ლიდერშიპთან ალიანსში მყოფმა ძალებმა მობილიზაცია დაიწყეს სანაპირო რეგიონებისაკენ სამთავრობო ჯარების გასაძლიერებლად. ალეპო ლათაკიის მაგისტრალზე ასადისტების თავდასხმის ქვეშ მოყვა სამხედრო კოლონა, რასაც ეგრეთ წოდებული თავდაცვის სამინისტროს 7 ჯარისკაცი შეეწირა. მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, თუ შეიძლება მას საერთოდ წარმატება დაერქვას, სამთავრობო შენაერთებმა მალევე მოახერხეს ძალების მობილიზება. მაგალითად, თავისი დისლოკაციის ადგილიდან იდლიბიდან ლათაკიის გუბერნიაში სამთავრობო მებრძოლების დასახმარებლად შევიდა ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამი. სხვათა შორის ეს ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომლის მეთაურიც თავად სირიის ახალი ლიდერი აჰმედ ალ-შარაა გახლდათ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავად თურქეთმაც დაიწყო დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანა სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში. ბუნებრივია ამ ყოველივეს თან დაერთო მოწოდებები სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის განადგურების თაობაზე, მათ შორის მეჩეთებიდანაც. في دمشق وأيها النصيرية تقوم والأقليات تقوم بفوضى في سوريا والله لن نترككم وسنجاهد فيكم بإذن الله. შემდეგ დაიწყო ჩვეულებრივი ხოცვა, კეპვა და დამცირება განურჩევლად ყველასი. კაცების, ქალების, მოხუცებისა თუ ბავშვების, განსაკუთრებით ალავიტებისა და ქრისტიანების. ადამიანებს მრავალნაირი ფორმებით ხოცავდნენ ყველგან, ქუჩებში, სახლებში, რელიგიურ ნაგებობებში, მაღაზიებში, ტრანსპორტში. يلا قوم ابجيات حاجته სხვადასხვა ცნობებით სირიის ახალ მთავრობასთან დაკავშირებული ფორმირებების მხრიდან რამდენიმე დღეში მოკლულ იქნა დაახლოებით 1300 ადამიანი, მათ შორის
1000 ასე ვთქვათ, სამოქალაქო პირი. ძირითადად ალავიტებით დასახლებულ რაიონებში. სირიის ახალი მთავრობის სადაზვერვო სამსახურის შეფმა ანას ხატაბიმ მომხდარში ძველი რეჟიმის ნარჩენები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ შეიარაღებული ჯანყის უკან ასადის სამხედრო მეთაურები იდგნენ, რაც ქვეყნიდან გაქცეული გარკვეული პირების ხელშეწყობით დააორგანიზეს. ბატონი ხატაბიც ჰაიატ ტაჰრილ ალ-შამში ირიცხებოდა ალ-შარაას თანაშემწედ. ალავიტები შიიტური ისლამის მიმდევრებს წარმოადგენენ, რომლებიც სუნიტურ სირიაში იმთავითვე უმცირესობაში იყვნენ. ასადის ოჯახური დინასტიაც სწორედ ალავიტურ თემს ეკუთვნის, ესე იგი, სირია იმართებოდა რელიგიური უმცირესობიდან აღმოცენებული ელიტის მიერ. თუმცა აქ კიდევ მრავალი სპეციფიკური დეტალია, რომელთა განხილვაც ამ ეტაპზე ჩვენთვის არ არის აუცილებელი. მოკლედ ეს ალავიტები განსაკუთრებით ასადის გაქცევისა და ახალი რეჟიმის დამყარების შემდეგ თავიანთ ჩვეულ სამოსახლოში სირიის ჩრდილო-დასავლეთ ლათაკიისა და ტარტუსის მიდამოებში გამოკეტილების სრულ იზოლაციაში აღმოჩნდნენ. ჩრდილოეთით თურქეთი, სამხრეთით ლიბანი, რომელსაც ისრაელის გამო მათთვის საერთოდ არ ცხელა და თანაც ლიბანის საზღვრამდე ახალი რეჟიმის ძალებით განან, აღმოსავლეთით ალ-შარა, ხოლო დასავლეთით ხმელთაშუა ზღვა. ხო და ესეთ მდგომარეობაში მოხვედრილმა ვისი ან რისი იმედით უნდა გადაწყვიტო ასეთ თვითმკვლელურ რაღაც აჯანყების მაგვარზე წასვლა. ვისი იმედით და ვისი მეშვეობითაც რაღაც კავშირი ჯერ კიდევ შეგრჩენია გარესამყაროსთან და ვისი სამხედრო ბაზებით შეგიფარებს საჭიროების შემთხვევაში. მოდით დავაკვირდეთ ამ აჯანყების ადგილებსა და რუსული სამხედრო ბაზების მდებარეობებს. თქვენ ხედავთ რუსულ სამხედრო საზღვაო ბაზას ტარტუსში და ასევე ხმეიმის რუსულ სამხედრო საჰაერო ბაზას ლათაკიაში. ეხლა გადავათვალიეროთ ასადის მომხრე ის სამხედრო პირები, რომლებსაც 6 მარტის შეიარაღებული გამოსვლის ორგანიზებას მიაწერენ. ზემოთ ხსენებული სირიის განმათავისუფლებელი საბჭოს მეთაური და შესაბამისად იმ ეგრეთ წოდებული აჯანყების მანიფესტის ავტორი გახლავთ გენერალი გაიათ სულეიმან დალა. ასადის რეჟიმის დაცემამდე, ანუ გასული წლის დეკემბრამდე, გენერალი დალა ხელმძღვანელობდა ეგრეთ წოდებულ გაითის ძალებს. სირიის არაბული არმიის მე-4 საარმიო დივიზიის ფარგლებში, რომლის მეთაურის ბაშარ ასადის ძმა მაჰერ ალ-ასადი გახლდათ. გენერალი დალა ალიანსში იყო ძველი რეჟიმის ისეთ წარმომადგენლებთან, როგორიცაა მოჰამედ მერეშ ჯაბერი, უდაბნოს არწივების ყოფილი მეთაური, რომელიც ამჟამად რუსეთსა და ერაყში მოღვაწეობს და იასერ რამადან ალ-ჰეჯელი, რომელსაც სუჰაილ ალ-ჰასანის ეგრეთ წოდებულ ვეფხვებში საველე მეთაურის პოზიცია ეკავა. ეს სუჰაილ ალ-ჰასანი ძალიან საინტერესო პერსონაჟია, მაგრამ ამ ეტაპზე მისი ფიგურის კონკრეტულ კავშირებზე ვკონცენტრირდეთ. სუჰაილ ალ-ჰასანი თავის რუს პირად მცველთან ერთად. სუჰაილ ალ-ჰასანი და სუროვიკინი სირიის რუსულ სამხედრო საკონტროლო ცენტრში. ეს ის ცნობილი რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინია, გენერალი არმაგედონი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ უკრაინის ფრონტის კი ჩააბარეს. სუჰაილ ალ-ჰასანს ხმლით აჯილდოებს რუსეთის გენერალური შტაბის მეთაური, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი. ცხადია, პროცესში სირიის ძველი მთავრობის მომხრეების ამ შეიარაღებული გამოსვლის მიმართ რუსების პროპაგანდაც სრულ მხარდაჭერას ავლენდა. 6 მარტის ამ რაღაც აჯანყების მაგვარის მეტნაკლებად მიწნარების შემდეგ აჰმედ ალ-შარამ ულტიმატუმით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს და რუსეთში გაქცეული ასადის ექსტრადირება მოსთხოვა. ამრიგად, ჩემი აზრით, მიუხედავად სირიის საკითხის სირთულისა, ამ ცალკეულ მომენტში თავისი მასშტაბებიდან და ორგანიზებიდან გამომდინარე, ყველანაირი მონაცემი მიუთითებს, რომ სირიის ალავიტურ რეგიონებში პროასადისტების მიერ მოწყობილი ეს რაღაცა გიჟური აჯანყება თავიდან ბოლომდე რუსების შემოქმედებას უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ აქ იბადება კითხვა, რაში უნდა დასჭირვებოდათ ასეთი თავიდანვე განწირული სისხლიანი აურზაურის პროვოცირება. წინა ვიდეოებში ბევრჯერ ითქვა, რომ აფხაზეთში პროთურქული ეს უდაუთური ოპოზიცია, სხვათა შორის მათ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ პრინციპში რუსები აფხაზებს არაფერში დახმარებიან და თუ საერთოდ დახმარებაზეა საუბარი, ეს თურქები იყვნენ, ვინც აფხაზებს ეხმარებოდნენ. ეს ისე მცირე ლირიკული გადახვევა. მოკლედ, წინა ვიდეოებში რამდენჯერმე გავიმეორეთ, რომ თებერვალ-მარტის აფხაზური რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში პროთურქული ოპოზიცია არჩევნების თუ არჩევნების გარეშე აუცილებლად შეეცდებოდა ძალაუფლების ხელში აღებას, რამაც 1 მარტს მეორე ტურის დასრულებისთანავე სტარტი აიღო კიდეც, როცა ოპოზიციამ საარჩევნო უბნებზე შეიარაღებული თავდასხმები, კომისიის წევრების სროლებით დაწიოკება და პოლიციასთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში შესვლა დაიწყო. თუმცა მომდენო დღეს პროცესი მოულოდნელად გააჩერეს. აქ ლოგიკურად ჩდება კითხვა, რას უნდა გაეჩერებინა ეს ყოველივე, ხო? რას და იმას, რაც მას დროში ზუსტად დაემთხვა
და რამაც თურქეთს ყურადღების სირიის სცენაზე გადატანა აიძულა. როგორც ჩანს, თურქულმა სპეცსამსახურებამ მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსები სირიის ჩრდილო-დასავლეთის ალავიტურ რეგიონებში შეიარაღებული გამოსვლის ორგანიზებას გეგმავდნენ, რის გამოც აფხაზური რევოლუცია გაყინეს. როგორც ჩანს, ყველაფრის მიუხედავად, თურქულ სპეცსამსახურებს არ აქვთ ამ ხელა ოპერაციების ერთდროულად რამდენიმე თეატრზე წარმატებულად წარმოებისა და მართვის ოპერატიულ-ტექნიკური რესურსი. გარდა ამისა, მსოფლიოს ისეთი რთული რეგიონი, როგორც ახლო აღმოსავლეთია, თავისი კომპლექსურობიდან გამომდინარე ვითარების სწრაფად არევადობისა და არაპროგნოზირებადობის თვისებებს ატარებს. ამიტომაც თურქებმა მთელი ფოკუსი სწორედ სირიაზე გადმოტანა ამჯობინეს. აქ კიდევ ერთი კითხვა იბადება. განა რისთვის დასჭირდა რუსეთს ამ პატარა სოხუმური მაიდნის პრევენციის მიზნით სირიაში ამგვარი სისხლიანი ქაოსის გამოწვევა, მაშინ როცა აფხაზეთის ეფექტური კონტროლი ისედაც მის ხელშია. საქმე იმაშია, რომ აფხაზური ოპოზიცია სერიოზულად იყო შეიარაღებული გზითაც კი ძალაუფლების მოპოვებისთვის მომზადებული, რაც სამოქალაქო ომის რეალურ საფრთხეს აჩენდა. У меня такое впечатление, что кто-то хочет спровоцировать в Абхазии негативный сценарий. Гражданское столкновение и так далее. ცხადია, აფხაზეთში ბაზირებული რუსული ძალები მოახერხებდნენ შეიარაღებული გადატრიალების განაიტრალებას, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიასთან სიახლოვისა და უკრაინის ფრონტის გათვალისწინებით ამ არეალში მცირე გართულებასაც კი რუსეთისთვის უზარმაზარი კატასტროფის აგორება შეუძლია. მაგრამ აქ მეორე, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანმა ფაქტორმა იმუშავა. 18 თებერვალს რუსეთის და ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დელეგაციებს შორის საუდის არაბეთში რიადში გამართული პირველი შეხვედრით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების განხილვის პროცესი დაიწყო. იმ დროს, როცა რუსეთს თავისი საზღვრების გასწვრივ ისედაც უამრავი პრობლემა აქვს და მაშინ, როცა რუსებმა როგორც იქნა თეთრი სახლის დელეგაციასთან ერთ-ერთზე დაჯდომა შეძლეს, აფხაზეთში ანტირუსული ძალების მიერ შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა, სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზება და ამაზე ატეხილი ხმაური მსოფლიო მედიაში. რუსებისთვის უდიდესი რეპუტაციული დარტყმა იქნებოდა, რაც მათ პოზიციებს ამერიკელებთან მოლაპარაკების მაგიდაზე მნიშვნელოვნად შეასუსტებდა. წარმოიდგინეთ ამ დროს პირიქით კოსოვოში, რომ ანტიამერიკულ ძალებს მოეწყოთ შეიარაღებული გადატრიალება ღიად ანტიამერიკული ლოზუნგებით. სრული კომედია იქნებოდა. ამ ამბებში არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ასპექტი. სირიის ამ ბოლო სასაკლაოს მიწყნარების შემდეგ თურქეთში დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებიც სხვათა შორის გაჭრილი ვაშლივით გავს რეგიონში მოქოქილ სხვა მსგავს გამოსვლებს. რუსეთის ფედერალურ არხებზე აღარ არის საუბარი. რუსულ-ინგლისურენოვან მედია წყაროებზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ისინი და მათი აუდიტორია აქტიურად უჭერდნენ მხარს ალავიტების ამბოხს სირიაში და ასევე გულშემატკივრობდნენ თურქეთში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებს. სირიის საკითხი გასაგებია, მაგრამ თურქეთის კონტექსტში საინტერესო ისაა, რომ თურქულ პროტესტებს სწორედ ის ძალები ქმნიან, რომლების გავლენის ქვეშ ყოფნის გამოც რუსული მედია აფხაზურ ოპოზიციას და მის ლიდერს თავგამოდებით აკრიტიკებდა. საუბარია ფეთულა გიულენის ქსელზე და მის მიმდევრებზე. ესე იგი, რუსები ერთი მხრივ აფხაზ გიულენისტებს უტევენ და ასანქცირებენ, ხოლო მეორე მხრივ იგივე გიულენისტების მიერ ოღონდ ამჯერად თურქეთში გამართულ უზარმაზარ ანტისამთავრობო აქციებს უთანაგრძნობენ. რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზურ არეულობაში როგორც სალავიოვი გმინავდა. Что было достигнуто? Любовь русского народа. Гигантскую помощь от России. Сдать кому? Выпускнику одной из гюленовских структур? Რაღაც ფეთულა გიულენის მიმდევრები კი არა. ჰაკან ფიდანი, ერდოღანი და თურქეთის მოქმედი მთავრობა იყვნენ ჩართული. მოკლედ, ეს ამბავი რომ შეჯამდეს რა მოხდა. რუსებმა აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების პრევენციისთვის, ანუ იმის გამო, რომ ამერიკელებთან მოლაპარაკების პროცესში ზედმეტი დამაზიანებელი მოვლენები აერიდებინათ და თურქების ყურადღება სირიაზე გადაეტანათ, იმავე სირიაში რამდენიმე დღიანი სისხლიანი ქაოსის პროვოცირება მოახდინეს. მერე იმ კაციჭამეებისგან გამოქცეული ხალხი სირიაშივე განთავსებულ თავიანთ ბაზებზე შეიფარეს, რასაც უმალვე მიაყოლეს პროპაგანდა თუ როგორი ჰუმანურები და ქრისტიანების დამცველები არიან. თურქებმა პარტნიორებთან ერთად თავიანთი გავლენის კოლონა აფხაზეთში უვნებლად შეინარჩუნეს და საჭირო დროისთვის მოიტოვეს. სირიაში კი დაამტკიცეს, რომ სიტუაციის ხელიდან არ გასაშვებად არანაირ სისხლისღვრას არ მოერიდებიან. სირიის ახალმა რეჟიმმა კი დაამტკიცა, რომ ანალენა ბერბოკი ტყუილად არ ჩაბრძანებულა დამასკოში. 17 მარტს ბატონი ალ-შარას საგარეო მინისტრი ასად ალ-შაიბანი პატივით მიიღეს ბრიუსელში, ევროკავშირის სირიის მხარდამჭერ მეცხრე საერთაშორისო კონფერენციაზე. მანამდე 2 თვის წინ ის დავოსის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიებზე პოზირებდა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ ტონი ბლერთან ერთად. To this special session, I'm very pleased to
welcome with us, and at the World Economic Forum, Asad Hassan al-Shabani, who is the Foreign Minister of Syria, and Asad, it's a pleasure to be with you here. ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ბატონი ალ-შაიბანი ალ-ქაიდას სირიული განაყოფის ალ-ნუსრას თანადამფუძნებელი გახლდათ აჰმედ ალ-შარაასთან ერთად. ხო მაგარია. ბრიტანეთის პრემიერი ტერორისტებს ედებატება პანელურ დისკუსიებზე. აი, ვისაც ამ სამყაროში ნამდვილად ვეღარსად ვეღარ მიიღებენ, ის მინიმუმ 1000 მუსლიმი თუ ქრისტიანი ქალი, კაცი, ბავშვი და მოხუცია, რომლებიც რაღაც ტაქტიკურ სვლებს პირუტყვული რიტუალის ფორმებით შესწირეს.